სულ ასეთი ლამაზი პოზიტიური სიცოცხლით სავსე როგორ ხარო? პირველ რიგში ვიტყვი რომ არ ვარ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც ვარ ხოლმე ცუდ ხასიათზე, ვთქვათ, გამოუძინებელი ან რაღაც მოხდა, ან შეიძლება არც მოხდა, მაგრამ უბრალოდ ახასიათზე გაიღვიძე, ან უენერგიოდ ხარ. ჩვეულებრივი ამბავია ეს. უბრალოდ ამ დროს არ გენახვებით და ამ დროს არ ვიღებ ვიდეოებს, არ ვთვლი სწორად, რომ რაღაცა ესეთ ნეგატიურ განწყობაზე მყოფმა ვიდეოები უნდა ვწერო. როდესაც რესურსული ვარ და კარგად ვარ, მეღიმება და მინდა ამ კარგი მდგომარეობის გაზიარება, მაშინ ვწერ ხოლმე ვიდეოებს. და მეორეს მხრივ ვცდილობ, რომ კარგ განწყობაზე ვიყო. რეალურად და თუ მოხდა ისე, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო შეიძლება მიზეზი მქონდეს გაცნობიერებული, შეიძლება გაუცნობიერებელი და ამ დროს ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, რომ რამ გამოიწვია ჩემი ეს მდგომარეობა, აი რატომ ვარ ახლა? იმიტომ რომ რეალურად ნახდათ არ მომწონს და არ მიყვარს ამ ახასიათზე ყოფნა, რაღაცნაირად დამტანჯველია, დამთრგუნველია, დამაზიანებელია, გაცლებით უფრო სასიამოვნოა, მინიმუმ ნეიტრალიტეტში იყო. თუ კარგ ხასიათზე არა, ნორმალურად იყო, ხო? აი ნეიტრალიტეტი რასაც ქვია. უფრო კარგი ინტერესი, უფრო კარგი თუ კმაყოფილებას განიცდი, კიდევ უფრო კარგი თუ რაღაცა გახარებს, ხო? და ესე იგი, როცა აღმოვაჩენ ჩემ თავს, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ვაკვირდები, აი როგორც დამკვირვებლის როლიდან, აბა როგორ ხარ? ესე ხარ, ისე ხარ, როგორ ხარ, რამ გამოიწვია? და ვიწყებ გაანალიზებას. შეიძლება რაღაც მოხდა კონკრეტული, შეიძლება კონკრეტული არ მოხდა, მაგრამ რაღაცა აზრი, ხო იცით, ჩვენივე საკუთარი აზრები როგორ შეუძლიათ ამ აზრებმა რომ დაგვამძიმოს და დაგვსტრესოს და იმას შვები ხოლმე, ხო? ვიჭერ ამ აზრს და ვაჩერებ მასზე ფიქრს, ვირჩევ რაღაცა კარგზე ფიქრს და არა ამაზე, რომ კარგით დავაკავოთ ჩემი გონება და არა რაღაცა ისეთზე ვიფიქრო, რაც ენერგიას გამომაცლის. თუ მიზეს პოულობ და მე მაქვს იმისი ინსტრუმენტი და ცოდნა, რომ ეს გარდავქმნე. ხლა ყველას რიგით ადამიანს, ვინც ფსიქოლოგიაში არ არის გამორკვეული, შეიძლება ეს ვერ შეძლოს. თვითრეფლექსია და ამ უარყოფითის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა ეგრევე. და რეალურად მართლაც ძირითადად ნორმაში ვარ. ნორმალურ განწყობაზე ვარ და აი ასეთნაირად რა. თუ კი თქვენ გაინტერესებთ ფსიქოლოგია, გნებავთ ამ ინსტრუმენტების ათვისება, ჩვენთან ეს შესაძლებელია. სულმუდმივად ვახსენებ ხოლმე ჩვენი ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსს, ეხლა შეგახსენებთ, რომ კოუჩინგიც ფსიქოლოგიასთან ძალიან ახლო მონათესავე მიმდინარეობაა და კოუჩინგშიც ძალიან ბევრს სწავლობთ ამ მხრივ, მაგრამ ჩვენთან ტრანსფორმაციულ კოუჩინგზე ფსიქოლოგიასაც სწავლობთ, უშუალო პრაქტიკულ ტექნიკებს იმისათვის, რომ შენი თავი ნორმაში ამყოფო. ასე რომ თუ გაინტერესებთ, ახლა შავი პარასკევია, აგერ ეს კვირა, დიდი ფასდაკლებებია, მოგწერეთ და შემოგვიერთდით. ახალ დროს, ახალ რეალობას, ახალი ადამიანები სჭირდება. გაბედულები, მამაცები, თავისუფლები, თავისი მისიისა და სულის ძახილის მიხედვით მაცხოვრებლები. აი, აკადემია არის სწორად ის სივრცე, სადაც შენ შეგიძლია გახდე ასეთი თავისუფალი და თვითრეალიზებული, დაუბრუნდე შენს რეალურ მესს. ეს არის ჩვენი Facebook გვერდი, Instagram-ი, ასევე საიტი. გადადით, გადახედეთ პროგრამებს და მერწმუნეთ, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგირჩევთ თქვენს ბიუჯეტზე და საჭიროებებზე მორგებულ შემოთავაზებას. მოგწერეთ და დაიწყეთ განვითარება. ნუღა გადადებ, დრო აღარ ითმეს, დაიწყე სვლა საკუთარი თავისაკენ. აივ აკადემია, თქვენი განვითარების სივრცე, გზა საკუთარი მესკენ. გვიგულეთ თქვენ სამსახურში. მოგწერეთ და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.